მოგესალმებით, ორშაბათია და კვლავ ხვდებით ერთმანეთს ქალების რადიოს ეთერში. დღეს ჩვენ საკმაოდ სენსიტიურ, პრობლემურ საკითხს ვეხებით. როგორ უნდა ვუთხრათ ბავშვებს, როცა მშობლები განქორწინდებიან და სწორედ აი ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი რა არის, რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, როცა ვესაუბრებით ბავშვებს, როგორ უნდა დავიცვათ მათი ემოციური მდგომარეობა და რა უნდა გაითვალისწინონ უპირველეს ყოვლისა ცხადია მშობლებმა ბავშვებთან ურთიერთობისას. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე დღეს ჩვენ ფსიქოლოგი მიხო იაშვილი გვყავს სტუმრად, რომელიც გაგცემს ამ კითხვებზე პასუხს. მიხო, მადლობა რომ ხარ დღეს ჩვენთან ერთად. მადლობა მოწვევისთვის. მე ვიცი რომ შენ აქტიურად მუშაობ როგორც მოზრდილებთან და მოზარდებთან, ასევე ბავშვებთანაც და საინტერესოა რამდენად ხშირად მოგმართავენ მშობლები აი ამ კონკრეტული კითხვით, რომ რა ფორმით, როდის, როგორ ვუთხრათ ბავშვებს მშობლების განქორწინების თაობაზე. ხო, მომართვიან პირველ რიგში მადლობა ნატამოწვევისთვის და ძალიან ისეთი თემა არის ამ ბოლო დროს ძალიან აქტუალური. და ამ აქტუალობის შესაბამისად ბოლო დროს საკმაოდ ხშირია ამის შესახებ მომართვიანობა და მგონია რომ ეს ძალიან კარგია იმ თვალსაზრისით რომ მშობლები წყვეტენ რომ მიიღონ თქვათ რეკომენდაცია და მხარდაჭერა სპეციალისტისგან და რაღაცა ამ პროცესში შევიდნენ უფრო ინფორმირებულები. რაც მგონია რომ ძალიან კარგია. ნამდვილად წაადგება პროცესი და უპირველეს ყოვლისა ბავშვის მდგომარეობას, ხო? და ხშირია მომართვა და რა არის ხოლმე მთავარი კითხვა? რა ფორმით უთხრათ, როდის უთხრათ, ერთად უთხრათ თუ ცალ-ცალკე უთხრათ, ესეც ალბათ მნიშვნელოვანია, ხო? დედა-მამა ერთად უნდა იყვნენ ამ პროცესში თუ არა? კი ბატონო, პრინციპში რაც ჩამოთვალე ყველა კითხვა თან საჭიროა და პრინციპში ყველა კითხვა აინტერესებთ ხოლმე და ალბათ მიუყვეთ ხოლმე თანდათან მიუყვებით, კი. თუმცა მოდი დავიწყოთ მაინც უფრო ასაკით, არის თუ არა და არსებობს თუ არა, ასე ვთქვათ, ბჭყალებში საუკეთესო კი ამისთვის ბჭყალებში სწორედ იმიტომ რომ ნებისმიერ ასაკში მშობლების განშორება რა თქმა უნდა ემოციურია ბავშვისთვის, მაგრამ თუ არის ისეთი ასაკი, სადაც შესაძლებელია უფრო ავუხსნათ და გაიგოს და ასევე მეორე კითხვა იქნება, რომელი ასაკია ყველაზე უფრო სენსიტიური ამ თვალსაზრისით. იცი რა, ძალიან საინტერესო კითხვა და რთული კითხვა. ხო, რა თქმა უნდა, მზა რეცეპტი რო არ არის, აქ ყველაზე კარგი ასაკი ალბათ არის დაბადებამდე. ანუ თუ თქვათ დაშორება ხდება, რა თქმა უნდა, ჯობს რომ მაქსიმალურად ეს არ პირველ რიგში და ეს იმას ნიშნავს, რომ გაცნობიერებული ბოლომდე მაქსიმალურად გაცნობიერებული გადაწყვეტილება მიიღონ წყვილებმა, როცა დაოჯახების და შემდეგ უკვე შვილოსნობის თუ ბავშვის ჩასახვის და აპასუხებლობაზე ხელის მოკიდების შესახებ, ხო? კი ბატონო, ნამდვილად და ხო ამაზე მინდოდა სწორედ ხაზგასმა და მადლობა რომ გააკეთე კომენტარი. რაც შეეხება ასაკს, ნუ ცხადია რომ ეს ამბავი არც ერთი ასაკისთვის არ არის მარტივი და ყველა შემთხვევაში ეს ბავშვისთვის არის ძალიან რთული და მძიმე ამბავი, რომლის თქვათ ემოციურად დატევის რესურსიც ძალიან ხშირ შემთხვევაში ბავშვს არ აქვს ხოლმე. თუმცა ყველა ასაკს პრინციპში თავისი მახასიათებელი აქვს, რის მიხედვითაც შეგვიძლია განსაზღვროთ თუ როგორ და რის გამო არის რთული. და ყველა ასაკისთვის რთულია, ამის ხაზგასმა აუცილებელი არის. ალბათ პრინციპში ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ, ხო, რომ მივყვეთ კარგი იქნება. დასაწყისისთვის თქვათ, აქვე ბოდიში გაგაწყვეტე, მაგრამ ესეც გამიგია, რომ პატარა, იმდენად პატარა, როცა თქვათ 1 წლამდე, 2 წლამდე ბავშვია საუბარიან თუნდაც ამამდე, რომ ვერც გაიგო ეს ისე მოხდა და ნუ რაც ახსოვს თავი, სულ დედა და მამა ცალ-ცალკე არიან და ეს ერთგვარი თითქოს გამართლება და შვებაც არის ხოლმე მშობლებისთვის და ასეა რეალურად? იცით რა არის? თან კი და თან არა, იმიტომ რომ ბავშვი როცა გაიზრდება, აუცილებლად ასვამს კითხვებს, ხო, რომ ჩემ მეგობარს რატო ყავს, რატო ცხოვრობენ მისი მშობლები ერთად, ჩემები რატო არ ცხოვრობენ ერთად. გარდა ამისა, ერთი მომენტი რო ავიღოთ თქვა ჩვილობის ასაკი, რა თქმა უნდა, ჩვილობის ასაკში არ არის, ხო, მომწიფებული კოგნიტიური უნარები, რომ უბრალოდ გაიაზროს რა მოხდა. და არც მეხსიერება არ არის, იმდენად განვითარებული, რომ ეს გადაუდეს თქვა ხანგრძლივ მეხსიერებაში და ბავშვს დაამახსოვრდეს, მაგრამ ამიტომ ამ თვალსაზრისით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხო, აი ჩვილობის ასაკი ის ასაკია, როცა თითქოს ბავშვი ვერ იაზრებს რა ხდება, არც ახსოვს და პრინციპში ნაკლებ დამაზიანებელი უნდა იყოს. და ნაწილობრივ ვთქვათ, უფრო ასაკთან შედარებით შეიძლება ასეც არის, მაგრამ აქ ერთი მომენტი არის, რომ დაშორების გადაწყვეტილება ყოველთვის მშობლებზეც აისახება, ხო? მშობლების ემოციებს ჩვილები ძალიან
კარგად გრძნობენ, პირდაპირ აირეკლავენ, რასაც დედა გრძნობს, ემოციას, ხო? ამას და ამიტომ ამ ხრივ ჩვილისთვის და იცვლება ჩვილის რუტინაც. ჩვილის აღქმაში შეიძლება ვერ იაზრებს, რომ ეს რაღაცა მშობლები ერთობა არის, ხო, მაგრამ იაზრებს, რომ მის ცხოვრებაში არის დედას და მის ცხოვრებაში არის მამაც და ეს რუტინა იცვლება და ვერ ხვდება რა ხდება. ხო, ამიტომ ჩვილისთვისაც ამ თვალსაზრისით შეიძლება ჩვილი კოგნიტურად ვერ იაზრებს ვერ იგებს ამბავს, ხო, როგორც ასეც და საწყის დასასრულს, მაგრამ რაღაცა განსხვავებული რო არის. მშობლის ემოციებში ცვლილებას ამჩნევს და რაც თავარია მის რუტინაში ამცნობს ცვლილებას, რაც როგორც წესი ძალიან დიდი დისკომფორტის და სტრესის მომტანია ხოლმე ცვლილებისთვის. მაშინ ახლა მივყვეთ უკვე იმას აქ, როცა კოგნიტური უნარებით შემოდის, ხო, დაახლოებით ესე 2, 3, 4 წლიდან რა ხდება და როგორ უნდა მივაწოდოთ ეს ინფორმაცია თინეიჯერობის ჩათვლით. შემდეგ უკვე როდესაც დასრული ხდება, ეს უკვე სხვა გადაცემის საკითხი იქნება. ხო, მოდით მაშინ მივყვეთ, თქვათ 3 წლიდან ასე ვთქვათ, ხო, როცა უკვე რაღაცა ტიპის კოგნიტური უნარები წამოსულია, საუბრობს ბავშვი და კითხვებს სვამს. კი ბატონო. ასეთ შემთხვევაში და რა გავლენა შეიძლება ქონდეს ეს იყო, ხო, რეალურად კითხვა ბავშვისთვის. ასეთ შემთხვევაში რა არის აქ ძალიან მნიშვნელოვანი? პირველ რიგში მნიშვნელოვანი არის გავიაზროთ ის, რომ ხშირად ინფორმაციის დამალვა შეიძლება უფრო ნეგატიური შედეგების მომტანი იყოს ბავშვებისთვის, ვიდრე ინფორმაციის თქმა. და დასრულებისთვისაც ასეა, ხო, ყოველთვის გვირჩევნია, რომ ვიცოდეთ რა ხდება, ვიდრე არ ვიცოდეთ რა ხდება და ვიყოთ ეჭვებში. ანუ მიხომ თავარი წესი არის, რომ ინფორმაციას არ ვაფარებთ ხელს, არ ვიქცევით ისე თითქოს არაფერი მომხდარა, უბრალოდ თავარია როგორ ვეუბნებით აქ არის ალბათ თავარი სხვაობა, ხო? კი ბატონო. ხო, ამ ხრივ პირველ რიგში რაც უნდა გავითვალისწინოთ, თქვათ, უკვე გადაწყდა რომ მშობლები შორდებიან და უნდა მიეცე ბავშვამდე. სანამ ბავშვი ეტყვით, პირველ რიგში აუცილებლად უნდა შევაფასოთ ჩვენ თვითონ რა ემოციონურ მდგომარეობაში ვართ და შევარჩიოთ სწორი მომენტი, როცა მაქსიმალურად მშვიდად ვართ, მაქსიმალურად დაბალანსებული ჩვენი ემოციები და შეგვიძლია ამის თქმა იმგვარად, რომ ბავშვთან არ დაგვეტყოს ემოციურობა. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომ ჩვენ თვითონ ვიყოთ მშვიდად, ჩვენ თვითონ ვიყოთ არაემოციურად, მაშინ როცა ბავშვს მივაწვდით ამ ინფორმაციას, რომ ჩვენი ემოციები არ გადავდოთ ბავშვს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამის შემდეგ უკვე რაც დგება და რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ ძალიან სასურველია თუ თქვათ წვილის ურთიერთობის დინამიკა იმ მომენტში ამის საშუალებას იძლევა, ძალიან მნიშვნელოვანია და სასურველია, რომ ეს მივაწოდოთ ერთად. ანუ ერთად უნდა იყოს დედა და მამა, ხო? ეს რატომ არის მნიშვნელოვანი? იმიტომ ბავშვს გქონდეს აღქმა, რომ მშობლები მაინც თანამშრომლობენ ამ საკითხში და ორივე ამაზეა და თქვათ აქ არ არის რაღაცა დაპირისპირება არ არის ამ ხრივ და ჩემთან მიმართებაში ორივე მშობელი ისევ თანამშრომლობითია ერთმანეთთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთად მივაწოდოთ და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სანამ თქვათ მოხდება ბავშვთან ამის შესახებ საუბარი, ჩვენ თვითონ ამ შემთხვევაში ცოლ-ქმარმა შეათანხმოს ერთმანეთთან დაახლოებით რის თქმას აპირებენ როგორ ხო, რომ იქ არ მოხდეს რამე ის რომ თქვა სხვადასხვა ნარატივები წავიდეს ბავშვის მიმართ დედის მხრიდან და მამის მხრიდან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. შემდეგ უკვე რაც შეეხება მიწოდებას, ხო, როგორც ვაწვდით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს არა დამადანაშაულებელი პათოსი, ხო. რომ შეიძლება ჩვენ გქონდეს განცდა, ხო, დედას ან მამას, რომ აი, არ ვიცი, თქვათ, მამის პერსპექტივიდან რომ თქვათ, რომ აი, ცოლია დამნაშავე და აი ეს სიმართლე არის ჩვენთვის და გვინდა რომ ბავშვმა სიმართლე იცოდეს, მაგრამ ბავშვს არ ჭირდება ხშირად რომ ამ ხრივ სიმართლე იცოდეს, ხო? ანუ ამიტომ ამ შემთხვევაში ნამდვილად არ არის რეკომენდირებული რომ ცოლ-ქმარმა დაიწყოს დადანაშაულება. ეს სიმართლეც ძალიან სუბიექტურია, ხო? როცა ცოლ-ქმარს უთანხმოება აქვს, იქ რა თქმა უნდა არის გადაბრალება, მაგრამ აი ეს გადაბრალება არ უნდა მივიდეს, ასე ვთქვათ, ბავშვამდე, ხო? კი ბატონო, ხო, ნამდვილად ბავშვს, იმიტომ რომ არ უნდა დადგეს საკითხი ისე რომ ვთქვათ, ეს არის რაღაცა მორალური დილემა ბავშვისთვის და უნდა აერჩიოს მხარე, ხო? იმიტომ რომ როცა დადანაშაულებას იწყებს ერთ-ერთი მშობელი, ბავშვს ბუნებრივად უჩნდება განცდა, რომ კითხვა, რომ კი, მაგრამ მე ვის მხარეს ვარ და ეს ყველა შემთხვევაში დამანგრეველი იქნება ბავშვის ფსიქიკისთვის. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ათოსი მშობლების არ უნდა იყოს დამადანაშაულებელი ერთმანეთის მიმართ. კი ბატონო.
ერთი რაც მინდა რომ აქვე გავუსვათ ხაზი არის რომ ბავშვებს ძალიან ხშირად აქვთ განცდა იმისა რომ მისი ბრალი ხომ არ არის ეს უთანხმოება აი ამაზეც რო გვესაუბროთ თუ შეიძლება კი ძალიან მნიშვნელოვანია ამის აღნიშვნა ბავშვები განსაკუთრებით დაწყებითი ასაკის კი არა და სკოლამდელ ასაკს გულისხმობ არიან ძალიან ეგოცენტრულები და ეს ბუნებრივიც არის ასე უნდა იყვნენ ეს არის მათი თარების თავისებურება შესაბამისად ყველაფერში მათ აქვს განცდა რომ ისინი არიან ხო სამყაროს ცენტრი ისინი მათი დამსახურება რაც კარგი ხდება და მათი ბრალი რაც ცუდი ხდება ეს არის ძალიან ხშირი როდესაც ბავშვი ისეთ საკითხებსაც კი ეს სწორედ ამ ეგოცენტრულობის გამო ისეთ საკითხებშიც კი მის წვლილს ან მის ბრალეულობას ედავს რაშიც რეალურად საერთოდ არ არის. განსაკუთრებით ისეთ სენსიტიურ საკითხში და ისეთ მისთვის ემოციურად ახლო საკითხში, როგორც არის მშობლები და მათი ურთიერთობა. და თქვათ გარკვეულწილად ბავშვი ძალიან ხშირად აღიქვამს თავს დამნაშავედ. ამიტომ, როდესაც მშობლები ამ თემაზე საუბარს დაიწყებენ, ალბათ ყოველ მეორე წინადადებაში უნდა გაჟღერდეს ის, რომ ეს არ არის ბავშვის ბრალი, რომ ეს მისი ბრალი არ არის და რომ ის ამაში არაფერ შუაში არ არის. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ალბათ, ხო, ბავშვთან მიმართებაში. ნამდვილად, იმიტომ რომ ნუ როგორც ვთქვით, ამ ასაკში ბავშვი დამახასიათებელია ეგოცენტრულობა, მათ შორის თვითდანაშაულებელი ფიქრები და განცდები და ეს არის მათი ბუნებრივი რეაგირება ამაზე. ამიტომ ამას აუცილებლად უნდა ეს და კიდევ ერთი მოკლე კითხვა და შემდეგ უკვე გადავალთ იმ კითხვებზე, რომელიც შემოდის Facebook-ის საშუალებით ჩვენი მსმენელებისგან და მაყურებლებისგან. ბავშვებს აქვთ ხოლმე ესეთი განცდაც ასევე რაღაცა ეტაპზე, რომ მე შევარიგებ მშობლებს, რომ აი მე იქნებ შევთან ამაზე რაღაც ჰოლივუდის ფილმებიც უწყობს ხელს ამ პათოსს ასე ვთქვათ. ამ შემთხვევაში მშობლებმა რა უნდა გააკეთონ? თავიდანვე ხო უნდა აღმოაჩინონ ეს მისი მისწრაფება და მართონ ერთგვარი მოლოდინი რომ არ შეექმნას ბავშვს მოზარდს. ამ შემთხვევაში უფრო თინეიჯერზეა და მოზარდზე საუბარი. კი ბატონო, ხო. რეალურად თინეიჯერზე როცა ვსაუბრობთ, ხო, თინეიჯერობა რა არის, ხო? ანუ კოგნიტურად უკვე არის თქვათ დასრულ ადამიანს. იმიტომ რომ ნუ წამოსულია უკვე რაღაც აბსტრაქტული აზროვნება და შეუძლია რომ გაიაზროს ეს აბსტრაქტული საკითხები და იფიქროს ასე და აიღოს თავზე ეს პასუხისმგებლობა, მაგრამ რითი განსხვავდება ხო თქვა თინეიჯერი დასრულისგან რომ ემოციურად არ არის მომწიფებული და არ აქვს საკარისი გამოცდილება. ამიტომ შეიძლება თინეიჯერს აქონდეს განცდა რომ მას აქვს ამის ყველა თქვა ინტელექტუალური რესურსი რომ აიღოს თავზე ეს პრობლემა და თვითონ ხო მოერგოს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია რომ მშობლებმა არ მისცენ ბავშვი მის საშუალება რომ იცი რა აი ბავშვმა დაარეგულიროს ეს საკითხი, იმიტომ რომ ეს არის ის ემოციური ტვირთი, რის იზიდვაც უბრალოდ იმ ასაკში არაფრით არ არის რეკომენდებული. არ უნდა მისცენ ნამდვილად ამის უფლება და მით უფრო არ უნდა დააკისრონ ეს პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ სამწუხაროდ ამ რეალობასაც ვეჯახებით ხოლმე, ხო, როცა რაღაცა შვილი ხდება მომრიგებელი, იმიტომ რომ დედა ეუბნება რომ წადი ხა მამას ეს უთხარი, წადი მამამ ეს გამოასწოროს და არის ხოლმე კიდევ პირიქით და ეს დანაშაულია ნამდვილად რაც არ უშუალოდ ჩვენი შვილების წინაშე. ერთი სიტყვით დღეს ჩვენ საუბრობთ როგორ უნდა ვესაუბროთ ბავშვებს მაშინ, როდესაც მშობლები შორდებიან, განქორწინება მართლაც ყოველთვის რთულესი პროცესია და ეს რთული პროცესია არა მხოლოდ წყვილისთვის, არამედ და შეიძლება კიდევ უფრო მეტად ბავშვისთვის და ბავშვებისთვისაც. ჩვენ პატარა სარეკლამო ჭრა გვაქვს, რომლის შემდეგაც კვლავ დავბრუნდებით ეთერში. ფსიქოლოგი მიხო იაშვილია დღეს ჩვენთან ერთად და თუ კი გაქვთ კითხვები ამ თემასთან დაკავშირებით, მოგწერეთ და გადაცემის მეორე ნაწილში შევეცდებით რომ ყველა კითხვას გასცეს ჩვენმა სტუმარმა პასუხი. ოჯახის, ურთიერთობების და საზოგადოების მთავარი გამოწვევები. ფსიქოლოგია და მისი როლი ჩვენს ყოველდღიურობაში. ერთად აღმოვაჩინოთ აღზრდის, განათლების და განვითარების გზები. ცხოვრების გაკვეთილები ნატა ასათიანთან ერთად. ქალების რადიოს წარმოგიდგენთ ურბანიკი. FM 93 და 1. რეკლამა ქალების რადიოზე. პრემიუმ ხარისხის სახისმოვლის ბრენდი დეკლარი შექმნილია სპეციალურად მგრძნობიარე კანისთვის. დამზადებულია შვეიცარიაში. დეკლარი ოფიციალურად წარმოდგენილია ავერსის სააფთიაქო ქსელში.
ურბანიკისგან ახალი მულტიფუნქციური ბიზნეს ცენტრი ინოფისი უზნაძეზე გთავაზობთ. საოფისე ფართები 20-დან 35,000 კვადრატულ მეტრამდე. მოსასვენებელი სივრცეები 12,000 კვადრატული მეტრი. კვების ობიექტები, რეკრეაციული ზონა 8,000 კვადრატული მეტრი. 580 ავტომობილზე გათვლილი პარკინგი. ფართები როგორც ყიდვით, ასევე იჯარით. დაგვიკავშირდით 2 91 88 88. რეკლამა ქალების რადიოზე 2 31 88 88. ქალების რადიო ურბანიკისგან FM 93.1. ოჯახის, ურთიერთობების და საზოგადოების მთავარი გამოწვევები. ფსიქოლოგია და მისი როლი ჩვენს ყოველდღიურობაში. ერთად აღმოვაჩინოთ აღზრდის, განათლების და განვითარების გზები. ცხოვრების გაკვეთილები ნატა ასათიანთან ერთად. ჩანვართ უკვე? ჩანვართ და უკვე ეთერშიც ვართ. როგორ უნდა ვესაუბროთ ბავშვებს, მაშინ როდესაც მშობლები შორდებიან, არის ჩვენი საუბრის თემა. მიხო იაშვილია ჩვენთან ერთად და მიხო ეთერს მიღმა nolovashi რუტინაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს ავუხსნათ, როგორია მისი დღე, მისი დღის წესრიგი და ცხოვრება, მას შემდეგ რაც გაიყოფა, ასე ვთქვათ, ოჯახი, ხო? რატომ არის ეს მნიშვნელოვანი და რატომ არის რომ მნიშვნელოვანი რომ ხშირად ავუხსნათ ეს? კი ბატონო, ბავშვის განვითარებისთვის და პრინციპში ნებისმიერ ასაკში, რა ვთქვათ, სკოლამდელ ასაკში, სკოლის პერიოდშიც და მოზარდობაშიც ბავშვის განვითარებისთვის ერთ-ერთი მთავარი არის სტაბილურობა, თანმიმდევრულობა და რუტინა. ეს არის ფაქტობრივად ფუნდამენტი მისი ჯანსაღი ფსიქოემოციური განვითარებისთვის. კი ბატონო. დაშორების დროს და ეს რუტინა ხო დგას ოჯახის ფუნქციონირებაზე, ხო? დედას თავისი როლი აქვს, მამას თავისი როლი აქვს და დაშორება სწორედ ამას ცვლის, ხო? ანუ ძალიან ბევრი რამე იცვლება. თქვათ, რომელიღაც მშობელი ცალკე გადადის საცხოვრებლად, შესაბამისად, სახლში ეს როლები რჩება ცარიელი, ხო? ბავშვს ყველაზე მეტად შეიძლება ამას ვერ აცნობიერებდეს, მით უმეტეს უფრო პატარა ასაკში, მაგრამ ერთ-ერთი რამ, რაც ყველაზე მეტად ბავშვის ფოთოს იწვევს, ეს არის სწორედ რუტინის რღვევა, რუტინის ცვლილება. იმიტომ რომ ბავშვს სჭირდება სტაბილურობა კომფორტისთვის, როგორც თქვით. ამიტომ, როდესაც გადაწყვეტა მშობლები, რომ ბავშვს ამის შესახებ, დაშორების შესახებ მიეწოდონ ინფორმაცია, აუცილებლად იმასთან ერთად, რომ ხაზი გაუსვან, რომ ეს მისი ბრალი არ არის, ასევე ყოველ მეორე წინადადებაში თუ არა ყოველ მესამეში ვთქვათ, უნდა აღნიშნონ, რომ რა შეიცვლება მის ცხოვრებაში და რა არ შეიცვლება. დაწყებული ისეთი დეტალებიდანაც კი, როგორიც არის, რა ვიცი, რომ აი ვთქვათ, კბილების გამოსახეხად პირობითად ვამბობ, თუ მამა მიდიოდა, მამა ეხმარებოდა, აი ამ დონეზე აბსოლუტურად ყველა დეტალში ბავშვის ცხოვრებაში რა რჩება იგივე და რა იცვლება. ამის დეტალურად გავლა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ბავშვი კონდეს განცდა, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ ასევე, რომ რამდენადაც შესაძლებელია რუტინები არ შეიცვალოს. და ეს მნიშვნელოვანია აი ამ სიმყარისთვის, ხო, განცდისთვის. პირობითად თუ თქვათ, სკოლაში მიყავდა მამას და მამა ახლა გადადის სხვაგან საცხოვრებლად, თუ ეს რაღაცა შეუძლებლობასთან არ არის დაკავშირებული ლოჯისტიკურად, ასე ვთქვათ, ძალიან სასურველია, რომ ეს რუტინა შენარჩუნდეს, რომ ბავშვი სკოლაში ისევ მამამ წაიყვანოს, რატომ? რომ ბავშვი კონდეს ახმა, რომ დაშორება მოხდა, რაც თავისთავად ტრაგიკული ამბავია ბავშვის ცხოვრებაში, მაგრამ ეს ტრაგიკულობა მის რუტინას, მის ცხოვრებას ნაკლებად აზიანებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მაქსიმალურად ვცადოთ მშობლებმა, რომ თქვათ რუტინა, რაც იყო ბავშვის თანაცხოვრების შემთხვევაში, ბავშვის ცხოვრებაში, შენარჩუნდეს მაქსიმალურად და თუ ვერ ნარჩუნდება, დეტალურად აუხსნათ ბავშვს რა იცვლება და რა არა. ძალიან დიდი მადლობა, ეს მართლაც საგულისხმო აქცენტია, რაზეც უნდა ვიფიქროთ ალბათ, როცა ამ ნაბიჯს გეგმავენ. ერთი რაც სწორედ ახლა მოგწერეს არის, რომ ძალიან ხშირად ერთმანეთზე ეუბნებიან ბავშვს ცუდ რაღაცეებს, ხო? ახლა ჩვენ ვიცით, რომ სამწუხარო რეალობა ასეთი ხშირად არის ოჯახებში. ეს რამდენად დამანგრეველია, თქვენ როგორც ფსიქოლოგმა რო გითხრათ? ძალიან დამანგრეველი არის, იმიტომ რომ ხო, ბავშვს არ უნდა კონდეს, ბავშვს ჭირდება ორივე მშობელი. დედას თავისი როლი აქვს ბავშვის ფსიქოემოციურ განვითარებაში, მამას თავისი როლი აქვს და
ორივე როლი საჭიროა. დედა ვერ შეცვლის მამას, მამა ვერ შეცვლის დედას. შესაბამისად, რაც არ უნდა, არ ვიცი, ობიექტურად ცუდი ფაქტი იყოს დაშორების მიზეზი, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ ბავშვთან ეს მიზეზი მივიდეს და ბავშვმა აღიქვას, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება ერთ-ერთ მშობელს. იმიტომ რომ ჯერ ერთი ასე არ არის. როგორც წესი დაშორების დროს პასუხისმგებლობა ორივე მშობელს ეკისრება, რა ამბავიც არ უნდა იყოს. და მეორე აქ შინაარსის მიუხედავად ბავშვისთვის ყოველ შემთხვევაში ასეა. და გარდა ამისა, ბავშვს ჭირდება ორივე მშობელი და ბავშვს ჭირდება რომ თანაბრად უყურდეს ორივე მშობელი. ანუ ბავშვისთვის რომელიმე კარგი და ცუდი პოლიციელი ხო, არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ ორივე მშობელს აქვს თავისი შეუცვლელი როლი მის ფსიქოემოციურ განვითარებაში. კი, და სიყვარული, რომელიც ასე ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვანია ხო, შვილისთვის ნებისმიერ ასაკში რომ გრძნობდეს. ამ თვალსაზრისით კიდევ ძალიან ბევრს აშავებენ და ბევრს ცოდვას ჩადიან ოჯახის წევრები, მშობლები, ასე ვთქვათ, ხო? დედამთილ მამამთილები თუ სიდედრსი მამრები, რომლებიც ესე სრულიად გაუცნობიერებლად, რა თქმა უნდა, იწყებენ, ასე ვთქვათ, გარკვევას და ბავშვის თანდასწრებით, როგორც წესი, ისევ აი ამ ერთმანეთის დადანაშაულებას, ხო? და როცა ასეთი რამ ხდება ოჯახში, მთლიანად ეკოსისტემამ უნდა გაიაზროს ალბათ, ხო? ბავშვის როლი და ბავშვის, ვთქვათ, უსაფრთხოებაზე, ემოციურ უსაფრთხოებაზე ზრუნვა. კი, ნამდვილად ძალიან სწორად აღნიშნე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ეს, რომ ამ ამბავთან საუბრის დროს, ამ ამბის შესახებ საუბრის დროს, აბსოლუტურად ბავშვის აღდაში ჩართული ყველა ადამიანი, დედა, მამა, ბებია, ბაბუა, ბიძა და ასე შემდეგ, იყოს თანმიმდევრული და შეთანხმებული იმაზე, რას საუბრობენ. და თუ რამის გაჟღერებაა საჭირო, მათ შორის დაშორების გადაწყვეტილების თქმის, ან მე ვთქვათ რაღაცეები, ხო? ყველა შემთხვევაში პირველები ვინც ეს უნდა მიეწოდონ, უნდა იყვნენ მშობლები და არა ბიძა, ბებია და ასე შემდეგ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობლებისგან მივიდეს ეს ინფორმაცია. კი ბატონო, ასეთ გზავნილს გვწერს ჩვენი მსმენელი, რომ გაშორებული ვარ 5 წელია, ბავშვის მამა არ არსებობს მის ცხოვრებაში, ჩემი შვილი მადანაშაულებს მე, რომ მე ვარ ცუდი და ამის გამო წავიდა მამა და ამის გამო არ ყავს მას მამა. სინამდვილეში მამას არასდროს უნდოდა, არა და გადაყოლილი დედა ვარ, ძალიან მიჭირს მასთან კომუნიკაცია. მოიქცეო 14 წელზეა საუბარი. პუბერტატის და გარდატეხის ასაკი. ხო, ძალიან რთული შემთხვევა არის. და ხო, ბევრი ფაქტორი არის სასაუბრო და გასათვალისწინებელი პროცესი რაიმერჩევა მივცეთ მით უფრო. იცით რა არის 14 წლის ასაკში ბავშვი უკვე არის საკმაოდ დიდი, კოგნიტურად მომწიფებული არის იმისთვის, რომ გაიაზროს და აღიქვას მოვლენები ისე როგორც არის, თქვათ, ყოველგვარი შელამაზების გარეშე, ხო? 14 წლის ასაკში პრინციპში ბავშვი უკვე აქვს იმის ზაობა კოგნიტური, რომ რაღაცები მიიღოს, ხო? ამიტომ მგონია, რომ პირველ რიგში რასაც ურჩევდი მშობელს არის გულწრფელობა. რომ ბავშვთან შეძლოს დაამყაროს რაც შეიძლება გულწრფელი კომუნიკაცია ამის შესახებ. ცხადია, რომ ამ კომუნიკაციაში არ გულისხმობ მისი ემოციების გადატანას ბავშვზე და რაღაცა ემოციური ემოციების ვენტილაციას ბავშვთან. ხო, მაგრამ თქვათ ბავშვს აქვს უფლება იცოდეს რა მოხდა, ხო? ანუ ბავშვი შესაძლოა მშობელს აბრალებდეს რაღაცებს, იმიტომ რომ საკმარისი ცოდნა არ აქვს და თვითონ შეავსო უკვე ფანტაზიით. დაინტერპრეტირა მოვლენები ასე, როგორც თქვა დაინტერპრეტირა. ამიტომ გონია, რომ პირველი თქვათ მშობელს რასაც ურჩევდი არის, რომ რაც შეიძლება გულწრფელი იყოს ბავშვთან. და ელაპარაკოს, აუხსნას, დაანახოს რაღაცეები განსხვავებული პერსპექტივებიდან. კი ბატონო. აქვე კიდევ ერთი კითხვა, რომელიც პირდაპირ არ უკავშირდება ჩვენს თემას, მაგრამ რადგან ჩვენთან ხარ, მინდა რომ ვისარგებლოთ ამ შემთხვევით და თუ კი რაიმე შეიძლება ამ შემთხვევაში რჩევის თუ უბრალოდ ინფორმირების თვალსაზრისით დავეხმაროთ ჩვენს მსმენელებს, ყოველთვის ასე ვთქვათ, ვითვალისწინებ ხოლმე. გვწერს რომ არ მინდა თემას გადავუხვიო, მაგრამ ამ თემაზე საუბარის მერიდება სოციუმშიო და ამიტომ მოგმართავს ჩვენ. შვილი მყავს გაჩენილი ხელოვნური განაყოფიერებით მამის გარეშე. რა ასაკში შემიძლია ვესაუბრო ამ თემაზე და როგორ გავამარტივო ახსნაო? ან ხომ არ სჯობს რეალური ინფორმაციას რამე სხვა მოვიგონო. მოგონილი ინფორმაცია იყო ხოლმე რაღაცა პერიოდი ყოველ შემთხვევაში, ასე ვთქვათ, მოდაში და შვებას ამაში ხედავდნენ ხოლმე და თქვენ რას გვეტყვით?
მოგონებასთან დაკავშირებით ვურჩევდი რომ არა, იმიტომ რომ ადრე თუ გვიან ბავშვი სიმართლეს გაიგებს და აუცილებლად შეიძლება გაუჩნდეს მე ბრაზი იმასთან დაკავშირებით თუ რატომ მოატყუა დედამ, ხო? ამიტომ ნამდვილად არ ურჩევდი თქვათ რაღაცა სხვა ამბავის მოყოლას. რაც შეეხება იმას თუ როდის უნდა უთხრათ, როგორ და რა ფორმით. იცით რა არის ეს დამოკიდებულია ბავშვის განვითარებაზე. როდესაც ბავშვი დაიწყებს ამაზე კითხვების დასმას. თავარი თქვათ, რაც უნდა გავუთვალისწინოთ, არის ის, რომ ყველა ეტაპზე, ყველა ბავშვთან ურთიერთობისა იქნება ეს თქვათ 3 წელი, ხო, როცა იწყებენ კითხვების დასმას, თუ თქვათ 10 წელი თუ ასე შემდეგ, უნდა ვიყოთ გულწრფელები. ოღონდ ამ გულწრფელობას აქვს გულწრფელობა უნდა მოვარგოთ მის ასაკობრივ შესაძლებლობებს, კოგნიტურს და ემოციურს, ხო? მაგალითად თუ კი თქვათ ადრეულ ასაკში დაიწყო ბავშვმა კითხვების დასმა, რა ხდება, სად არის мама? შეგვიძლია რომ უთხრათ, რომ თქვათ ხაუნური განაყოფიერების შემთხვევაშიც, ხო, мама არსებობს, мама სადღაც არის, ხო, არ ვიცი, პირობითად სხვა ქვეყანაში, ასე შემდეგ. შეგვიძლია უთხრათ, რომ იმიტომ რომ ბავშვს არ უნდა უთხრათ, რომ მას мама არ ყავს, ეს ამას ვერ გაიაზრებს ბავშვი, სანამ თქვათ შესაბამისი კოგნიტური უნარები არ იქნება დაახლოებით თინეიჯერობისას, ხო, ამიტომ ბავშვს ამას ვერ ვეტყვით, რომ მას мама არ ყავს, მაგრამ რეალურად ბავშვს ყავს мама, ხო, ანუ ბიოლოგიურად ბავშვს мама ყავს, ამიტომ ბავშვს უნდა უთხრათ, როგორც არის ისე. თქვათ პატარა ასაკში, 3-4 წლის ასაკში, როცა ბავშვი იკითხავს, რომ სად არის мама. უნდა უთხრათ, რომ мама არის, თქვათ უბრალოდ мама არის სხვა ქვეყანაში. ხო. და შესაბამისად ბავშვის განვითარებასთან ერთად, ბავშვის კოგნიტურ და ემოციურ განვითარებასთან ერთად ეს პასუხი უფრო და უფრო შევასწოთ რეალური ამბებით, კი ბატონო. კი, ნამდვილად ეს არის ალბათ მთავარი. მიხო, რა არის მთავარი გზავნილი მშობლებისთვის, რომლებიც ახლა გადიან განქორწინების ამ ურთულეს პროცესს? ჩვენ კი ვილსაუბრეთ ბევრი მთელი ნახევარი საათი პრაქტიკულად ამ ყველაფერზე, მაგრამ მაინც აი ძალიან მოკლედ რომ ვუთხრათ და ვურჩიოთ, აი რაღაცა 1, 2, 3 საფეხური, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია მათთვის ამ ეტაპზე. პირველი თქვათ, რაც თქვით, ხო, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა სწორი მომენტი შეარჩიონ ბავშვთან ამის თქმისთვის. პირველ რიგში რომ თვითონ იყვნენ ემოციურად და მეორე ბავშვიც შესაბამისი გარემოც იყოს ამის თქმის, ხო? ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ინფორმაცია მიეწოდეს მშობლების მხრიდან და ჯობს ორივე მშობლის მხრიდან და ათოსი საუბრის არ იყოს დამადანაშაულებელი. კი ბატონო. და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, კი ბატონო. აუხსნათ ბავშვს დეტალურად რა იცვლება და რა არ იცვლება და შევეცადოთ რომ ცვლილებები იყოს მაქსიმალურად მცირე. და ერთი რაც გამოგვრჩა და არ გვითქვამს, გვახსოვდეს რომ ასეთ დროს ამის მიწოდების დროს, თქვათ, ეს ამბავი ნებისმიერ შემთხვევაში ცუდია ბავშვისთვის. შესაბამისად, მის მხრიდან წამოსული ბრაზი, სევდა, აგრესია, გაღიზიანებადობა ძალიან ბუნებრივი რეაქციაა. მიუცეთ ბავშვი იმის საშუალება, რომ ეს ემოცია გამოხატოს და მიუცეთ იმის საშუალება, რომ გაგვიბრაზდეს, არის მოგვიჯახუნოს. ეს ნორმალური რეაქცია. არ ვეცადოთ ასეთ დროს მის თქვათ რას ვიტყოთ, მხარდაჭერა არა, მაგრამ არ ვეცადოთ ასეთ დროს თქვათ იმას, რომ არაუშავს რატო დარდობ, არა. უნდა იდარდოს, უნდა იტიროს, უნდა გაბრაზდეს. თუ საჭიროა ჩვენც უნდა ვიტიროთ, ხო? ანუ ეს არის ტრაგიკული ამბავი ბავშვისთვის ყველა შემთხვევაში და ზოგადად ოჯახისთვის, ხო? ამიტომ ბავშვის რეაქციები ძალიან ნორმალურია. მას უნდა გქონდეს სივრცე, რომ ეს ემოციები გამოხატოს. ამიტომ ასე დრო ჩვენ თუ წავაწყდით ბავშვის ძაფრ ემოციებს. დესტრუქციულ ქცევას ასე ვთქვათ. ეს ვიცოდეთ რომ ნორმალურია და მას უნდა მივცეთ ამის გამოხატვის საშუალება. თუმცა ბოლოს რა შემთხვევაში და რა ნიშნების არსებობის შემთხვევაში უნდა მივმართოთ სპეციალისტს? კი ბატონო. რომ არაფერი გამოგვეპაროს. თუ ეს ემოციები, ეს ინტენსიური ემოციები შენარჩუნდა რაღაც ხანგრძლივად უკვე, ხო, თქვათ, გავიდა რამდენიმე დღე ბავშვი, თქვათ, და ვატყოთ ბავშვის ცვლილებას, ბავშვის ცვლილებას გუნება განწყობის თვალსაზრისით ბავშვის ცვლილებას მაგალითად აკადემიურ მოსწრებაში, ბავშვის ცვლილებას კვებით ჩვევებში, ძილის სოციალურ ურთიერთობებშიც ასევე. თუ ვატყობთ რომ ბავშვი უფრო ჩაკეტილი ხდება, არ საუბრობს, აღარ გამოხატავს ემოციებს, აღარ თამაშობს, დაახლოებით რა ვადა მივცეთ ასე ვთქვათ ამას და მე ჩავრთოთ სპეციალისტი. იცით რა არის ეს
ზუსტადაც რა თქმა უნდა ვერ ვიტყვით და ეს ძალიან ინდივიდუალურია, მაგრამ პირველ რიგში ეს ჩვენზე არის დამოკიდებული. აი ჩვენ თვითონ როგორ ემოციებს მივაწვით, ეს ამაზე არის დამოკიდებული ბავშვი რამდენად ხანგრძლივად იქნება აი ამ ემოციურად, ხო. შეგვიძლია თქვა დაახლოებით 1 კვირა, 2 კვირა თუ ვატყობთ რომ ცევები არ იცვლება, უბრალოდ შეიცვალა და დრამატულად შეიცვალა და შენერჩუნდა, ამ შემთხვევაში ალბათ უმჯობესი იქნება, რომ მიმართოთ უკვე სპეციალისტს. თუმცა მანამდე აი ეს თქვენი რჩევები, რაც მოგვეცით უხვად, გასათვალისწინებელია, რა თქმა უნდა, ყურადსაღებია და მართლა ძალიან რთულ თემას ვეხეთ, რთული პროცესია ეს თითოეული წყვილის და ცოლ-ქმრის ცხოვრებაში, თუმცა როცა დგება ეს მომენტი, რაც უფრო გაცნობიერებულად მივუდგებით, მით უფრო ნაკლები დაზიანები. ძალიან დიდი მადლობა მიხო იაშვილი იყო ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი, საკმაოდ რთულ, მაგრამ აუცილებელ თემას, რადგან როცა რაღაცებს ვაცნობიერებთ, შემდგომ ყოველდღიური ცხოვრებაც ჩვენი უკეთესი ხდება და უფრო მარტივი. მე ზუსტად 1 კვირით გემშვიდობებით.